ზედმეტიც კი ვთქვი უკვე ჩემი მხრიდან. წამალი, რომელიც მე კურნალმა იესო ქრისტემ გამომიწერა, წამალი, რომელიც გამოუწერა ბუდამ ბუდისტებს და წამალი, რომელიც გამოუწერა მოჰამედმა აჰმადიანებს. მე ყველანი ავათავად, ხო? ყველანი ავათავად. მე დავლიე ქრისტეს გამოწერილი წამალი, მართლა დავლიე კაცოს, როგორც ავემორჩილე ქრისტეს მოთხოვნებს ყველაფერს და გავხდი კარგად, ბუნებრივია. და თუ ის მსარია ბუდიზმი, როგორც სწავლება და როგორც სამკურნალო საშუალება ადამიანის დაცემული ბუნებისა და ისლამის თუ სრულ წამალია, ხო? დაინახავს ყველა. და გინდა ბუდისტი იყოს, გინდა ინდუისტი იყოს, გინდა კომუნისტი იყოს, გინდა რაც გინდა იყოს, ყველა ადამიანს თავისთავად უყვარს და ყველა ადამიანი თავისთავად ეძებს ბედნიერებას და რო დაინახავენ, რომ ქრისტეს გამოწერილი წამალი ქრისტიანებს უხდება და ყველა ქრისტიანი ბედნიერია და გახარებულია, ხო? ყველანი გახდებიან ქრისტიანები. მაგრამ შეხედეთ ქრისტიანებს უფრო ჭირიანები გინახავთ ვინმე? ავადმყოფები, საცრათავები. ამით რას ვამტკიცებ, ლაქლაქი რა თუნდა ამას, შენ ამტკიცებ იმას, რომ დაირქვი ქრისტიანი. გარეგნულადაც კი არ ასრულებ ქრისტიანულ წესებს, არ ემორჩილები და არ ემოწაფები ქრისტეს და ლაქლაქი რო ქრისტე ჭეშმარიტება, მართლმადიდებლობა ყველაზე ნამდვილი ჭეშმარიტია და რაში გეტყობა მე შენ? ამ პარტავნებაში გეტყობა, ამ პარტავნება არის ნიშანი შენი ისა ბედნიერებისა და განკურნებისა, რეგვენობა მართლა ავადმყოფობა რომ აი ჭირიკჭის კიბო რატომ უნდა დაგემართოს? ქრისტეს რატო არ ემოწაფები? ჰა? ხედავ, ასეთი რამე გაიგიათ, ახლა მე პირველად ვამოხამას მერთი მალაპარაკებს. სისოვი მოკლეს, იმიტომ რომ ის რო იყო დისპუტებს მართავდა, პაექრობდა მუსულმანებთან და ისე ვოროტად ლანძღავდა იმას, ხო? ყველა რუსეთის მამები ყველანი აღიარებენ, რომ სისოვი არასდროს მოქმედება, მაგრამ მაინც ქრისტეს გულისის მოკლეს, ხო? შევარდა ვიღაცა ბუდისტი, რომელსაც შეურაცხყოფს ის კაცი, ხო? ბუდისტი გასო ისა მუსულმანი ხო? მუსულმანი ახლა კაცი მუსულმანია, მაგრამ პლელია ბუნებით და მე ამას ყოფას ვდირებ, როგორ გვაბლანსგავს და როგორ ვიწოდებ სატანისტებს წირვის დროს. აბა სადაა ეს სისოვია, გამოვიდა და ბრიგად ყია და მოკლა. აქ ეკლესიამ ცხადია ის ნაშე რაც ხარ, იმიტომ რომ ჩამოერეცხა იმ დაბალსის ყველა თავისი უარყოფითი რაც იყო და ნათეში წავიდა მაინც ქრისტეს გულში, ქრისტე მოგიერია და მაინც, მაგრამ მე იმას ეტყოდა ქრისტე კაცო ასე რომ იქცეოდი ხო არ იყავი წევრი, მაგრამ აი იყავი ახლა ჩემთან მას უკიდეგამოდ გიყვარდი მე გიყვარდი, მაგრამ ჩემს სიტყვებს არ ასრულებდი, ჩემი სწავლების მიხედვით არ ცხოვრებდი, ილანძღებოდი და იგინებოდი და ხალხს მუსულმანებს სარწმუნოებას უგინებდი, სულში აკუთხებდი ხალხს. როგორ შეიძლება ხალხს აკუთხოს სულში? მისი სარწმუნოება მისი ყველაზე ძვირფასია და შენ აჩვენე რომ ქრისტეს სარწმუნოება არის ყველაზე ძვირფასი სიკეთის, ჯანმრთელობის და ბედნიერების მომდანი. ყველასთვის ხواسია გეთაყვანე. და დაინახავს ის რომ ეს ქრისტიანები არიან ბედნიერები. და მეც მინდა ბედნიერებას სიხარული ვიტყვის ნებისმიერი ადამიანი. წარმართი, კომუნისტი, ურწმუნო, მორწმუნე, სულ ყველა გახდება ქრისტიანი. ამიტომ ჩვენ თუ გვინდა ქრისტიანობაში ქადაგებლები ვიყოთ, ხო? ამიტომ ქრისტეს მართლა უნდა დავემოწაფოთ და მართლა უნდა მივიძიოთ ქრისტიანობას, რაც მართლა გარანტიაა ბედნიერებისა სიხარულისა. გადმიწერე მე რაღაცა მომეწონა ის მე ხო არაფერი არ ვიცი კაცო, მე მერტი მალაპარაკებს. მე გაუნათლებელი ადამიანი ვარ, იანი ვარ. მერტი მალაპარაკებს ახლა, იმიტომ რომ უმაღლეს სასწაულებას ვლაპარაკობ, გეთაყვანე, შემოგვი. დაიხარ. იგივე ხარ შენ, ზუსტად იგივე თქვი შენ, სხვასია რა. საიდან შენ ახლა ვინ გასწავლე თუ არა ღმერთმა? აი ჩვენ უბრალო ხალხი, ჩანჩურა ხალხი, როა ჩვენ უფრო კარგად მეტყოლებთ და ქადაგებთ ვისაც მითი ეკუთვნის, რა ქვია, თანამდებობით რო ეკუთვნით ქადაგება. ერთმანეთს ჭამენ და ფულის გარდა არაფერი არ ელანდებათ, იმისაც ოდაოთ. მელას რაც ელანდებოდა, ისე იზრდებოდაო. ფული და ეკლესიები სავაჭრო დუქნებად გადააქციეს. ერთი ქრისტე მოვიდეს და დაუქციეს. დახლები მაგათ როგორც იქ დაუქცია დაუნგრია. მე ჩემ იმაში სადაც გადამიყვანეს იქ რო ისა დახლი რო ავიღე და ის ბუტყა იყო რაღაცა გავატანიე ხო გათავდა
იმის მერე მომაწეროს იარლიყი. ხიბშია. ხიბში ვარ, აბარა მოხიბლული ვარ ქისტეთი და მოხიბლული ვარ. უანგარობით და მოხიბლული ვარ იმით, ანუ მოწადინებული ვარ, რომ ვიყო ნამდვილად ბედნიერი და ნამდვილად დავემოწაფო იესო ქრისტეს. ამას ხიბლი და არ ქვია, ხიბლი და არ ქვია, რა ვქნა. ეგ შეშამიეცი მამებს. დაწვა. დაგინდა თხა ამაზე მეტი გასულა, კაი ხაბაგი გაიყო. მომწონს ამ ხაბაგი.